Ver ben vereyim. მომეცი მეტავიღებ. Ver ya ben götürürüm. Չენი ქურთუკი გარდერობში დავტოვე. Ha bu arada Dediğim montumu adlaba. yere bıraktım. Sağ ol. ხვალიდან ჩვენზე ნადირობას დაიწყებენ. ხელი ძალით დაიწყებენ. ჩვენ ისედაც ყინულის თხელფენაზე დავდივართ. ხვალ ისიც აღარ გვექნება. გეგმა გვაქვს. კი, ცოცხლები უნდა გადავრჩეთ. არ ხუმრობ. ეს არის ჩვენი გეგმა. ხვალიდან ყველანი რთულ ვითარებაში ვიქნებით. ხეცის ბუნაგში შევდივართ. თანაც ეჭვით. ყველა მიერაღით უნდა ვიაროთ, ყველამ. აზად. შებნემ, შენს, მეც. ცალ-ცალკე არ ვივლით. ტრამალის მგლების დრომ ჩაიარა ეზელ. დაივიწყეთ პირადი ცხოვრება. ხვალიდან ქაოსი იწყება. ვისაც ღმერთის გწამთ ილოცეთ. ვისაც არ გწამთ შეეცადეთ ირწმუნოთ. ღმერთის რწმენის გარეშე გაგვიჭირდება ამის გადატანა. მაგრამ თუ გადავიტანეთ, მერე ყველაფერი კარგად იქნება. კარგად. ეირი, გაია და კენანი. ფილმის დასასრული. İnşallah. იმედია, ბედნიერი დასასრული იქნება. წადით. ტეფო, ცოტა ხანს დარჩი. როგორ მიდის საქმე ადამ? კარგად, დიდი მადლობა. რა ხდება, ჯარიმა დავიმსახურე? შტამბეჭდავი რეზიუმე გაქვს, ბევრ ადგილას მუშაობდი. ეს ჩემი პროფესია. ხო, მაგრამ აქ არ გაქვს ნახსენები შიბარი. გაგვეკვირდა, როცა იქიდან შენ შესახებ გვაცნობეს. ამბობენ, რომ დიდხანს მუშაობდი იქ. ასეა? კი, მაგრამ არა ბარში, არამედ დაცვაში. მერე კი ჩვენ რომ ბარი გავხსენით, მოულოდნელად გავუჩინარდი. ძმაო, მორჩი წუწუნს. პატარა ალიგ დაცვის უფროსი იყო. ისაც ვდიდა ინფორმაციას ეირს. ხოლო ორი წინადადების თქმის უფლებას გაძლევ. ძმაო, ეს არაფერს არ ნიშნავს, დაცვის სამსახური არ ვახსენე, იმიტომ რომ ამ ვაკანსიისთვის ეს მნიშვნელოვანი არ იყო. ეგ გრძელი და უაზრო წინადადება იყო. ერთიც და კიდევ გაქვს. მიდი გამოიყენე. გეფიცებით ეს სიგიჟია. კარგი, ყველაფერი ასეა. მაგრამ გეფიცებით მე არანაირ ინფორმაციას არ ვაწვდიდი მათ. გეფიცებით, მხოლოდ რაღაც უაზრობებს. მე პაიკი ვარ. გთხოვთ, გამიშვით. ადამ მორჩიტირილს. ისევ გრძელი წინადადება იყო. გაგიმართლა, ჩემი წინადადება მოკლე იქნება. მოუსვი აქედან. აბა, კიდევ ვინმე ყავს ტეფო? სერიოზული არაფერი. მაგრამ შემთხვევე ყველა წვრილმა ნიშია მოწმეო. აქ ყველაფერი ნათქვამია. მაგალითად? ეს პრინციპში რაღაც ისულელია. ასეთი რამე ყველასთან ხდება. ისეთი არაფერია. სად? სულ ქვევით. მოყევი. ალი მიცოდა, რომ მან რეზიუმეში ტყუილები ჩაწერა. მისამართი შევამოწმე, ისიც ტყუილია. თუმცა ამაში ისეთი არაფერია. მის შესახებ მხოლოდ ერთი რამ ვიცით. მობილურის ნომერი. თვალყურია დევნე. დარწმუნებული ხარ? თვალყურია დევნე მეთქი.
ისევ აქ ხარ? ჩამეძინა. იცი, დანით მიყენებული ჭრილობები ასუსტებს ადამიანს. რატომ არ წახვედი? ფიქრობ კიდევ რა დაგიშავა. ბევრი რამის დაშავება შეგიძლია. მაინც რა იქნება ყველაზე უარესი. ყველაზე საშინელი რა უნდა გაგიკეთო. შენი მოკლა რომ მინდოდეს ახლა შემიძლია ამის გაკეთება. მიდი, მომკალე. აქ ვარ. ეს ცოტა. რამე უარეს მოვიფიქრებ. მითხარი ვინ გიყვარს? მათ დავუშავებ რამეს. ვინ გადამრჩა? არავინ არ მყავს. შიგნიდან მოგაყენებ დარტყმას. ჯერ ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერ ადამიანად გაქცევ, მერე კი ბედნიერების წვერვალიდან ძირს დაგანარსხებ. საიდანაც თვით შენც კი ვერ შეძლებ წამოდგომას. ბედნიერება ღირსამად. შენ ჩემთან ერთად იქნები. მერე კი რაც გინდა ის გააკეთე თანახმავარ. სიყვარულზე გელაპარაკები. ლოგინში ჩაგიწვევ. მერე კი შენს მტრებს მივყიდი შენ თავს. თანახმავარ. ეს ყველაფერი უკვე იცი და მაინც მიმიღებ. განარჩევანი მაქვს ეიშან. მე მიყვარხარ. გაჩვენდი. შენ არ შეგიძლია ჩემი სიყვარული არ გაბედო, ნუ ხარ ასეთი twinieri. ნუ მეთანხმები ყველაფერს. არ გწვენია. მაინც ვერ ვეთქვევინე ბუარშურის ძიებაზე. რატომ მოხვედი ეიშან? იმიტომ რომ გული გატკინო. მეც გატკინე გული, მაგრამ მიყვარხარ. ამაზე რა სიტყვი? რას? გაჩვენდი. ზუსტად შენსავით მოვიკეცე. შენც მიაყენე ტკივილი ომერს, მაგრამ ის დღემდე გიყვარს, ასე არ არის? შენ რა გესმის სიყვარულის? არაფერი. უბედურო. ეს კი ნამდვილად ვიცი. შენ და მე ჩემს სიყვარულს გამართლება არ აქვს. ისევე როგორც შენ სასომერისადმი. ჩემი შენ და მე სიყვარული საშინელება ისევე როგორც შენი ომერისადმი. გაჩვენდი. აი რატომ დაიჯერე მაშინვე როცა გითხარით რომ ეზელმა მოკლა შენი და გულის სიღრმეში სიმსუბუქეც კი იგრძენი. გადაწყვიტე რომ ისიც ბოროტი სულია, რომ ორივენი ბოროტები ხართ, რომ ერთნაირები ხართ. ასეა? მაგრამ მას ეს არ გაუკეთებია. დარარჩება. ბოროტი ქალი, რომელიც მასზეა შეყვარებული. გააგრძელე, სიმართლე თქვი. ჩემი შენ და მის სიყვარული საშინელება და საზიზღრობა. ისევე როგორც შენი ომერისადმი სიყვარული. მაგრამ შეგიძლია კი ამ სიყვარულზე მბრძანებლობა. შემიძლია თუ არა ამ სიყვარულზე მბრძანებლობა, ის საერთოდ არაფერ შუაში არ არის. მე მინდა რომ მან მაპატიოს. მინდა რომ შემიცოდოს. მინდა რომ ჩემ გამოშური იძიოს. რანაირი ადამიანი ვარ? ჩემი დის მკვლელები დავტოვე. შენ გიხაროდა? ფიქრობდი რომ კვლავ შეგეძლო ომერთან ერთად ყოფნა. მაშინაც როცა საკუთარ მამას კლავდი. რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა ყოფილიყო ეს, მაინც ჰქონდა იმის იმედი, რომ მისგან პატიებას დაიმსახურებდი. მე საკუთარი მამა მოვკალი. მის გამო საკუთარი მამა მოვკალი, როგორი ადამიანი ვარ? მოყვარული. ყველა მოვატყუე. მამა ჩემი, ბაჰარიც. ყველაფერი მივატოვე იმ იმედით, რომ ისევ ომერთან ერთად ვიქნებოდი. როგორი ადამიანი ვარ? შენ გიყვარს ეიშან. ისევე როგორც მე. ბატონმა იუსუფმა დარეკა რამდენჯერმე ამბობს ეს მნიშვნელოვანიაო. თქვა კიდევ დავრეკავო და გთხოვათ რომ დაელაპარაკოთ. კარგი ახალი ამბავი აქვს.
დამშვიდდი. ეზელის გეშინია? არა, ძიესი მეშინია. ის ხელს ჩამოგართმევს. მე რამდენადაც ვიცნობ, მას ასეთი რამის გაკეთება თამაშისთვისაც კი არ შეუძლია. ჯენგის, ერთ რამეს გეტყვი. ძია ჭკვიანი და მამაცია ლომივით, მაგრამ ლომიც ხდება ხოლმე მონადირის მსხვერპლი. საკმარისია ლომი ერთხელ მოხვდეს გალიაში, თავისუფლებაში ცხოვრება აღარ შეუძლია. ჯენგის, ეს ჩემი და ძიას პირველი ხელის ჩამორთმევა არ არის. ვერ მივხვდი? როცა ციხეში ჩავსვი, მითხრეს მისი გატეხა შეუძლებელიაო. გვერდით დაუჯექი მას. შუქი ავანთე და ხელი გავუწოდე. მე რაქნა. ჩამომართვა ხელი. თან ბავშვებით ტიროდა. ძია, რაც მე მაშინ გითხარი. შვილო, საკმარისია. კაცი ერთხელ დანებდეს, ვერასოდეს ვეღარაფერს გახდება მათ წინააღმდეგ. ვიზზე ამბობ ამას? კენანსა და იუსუფზე. მათ ერთხელ უკვე გამტეხეს, მათ დამაჩოქეს. რას ამბობ ძია? შვილო, იცი ხე როგორ ილეწება ქარიშხლის დროს. ღმერთი მეხს და სცემს პირდაპირ ხეს. ის შუაზე იხლიჩება და ძირს ენარცხება. ჯერ ნელ-ნელა, მერე უფრო და უფრო სწრაფად. აი სწორედ ასე დამანარცხეს მიწას. სწორედ ასე. Beni de öyle indirdiler işte. ძია, იცი დიდი რამის კარაისკი რამდენჯერ დაამარცხეს. საკმარისი იყო თავი წამომეწია, რომ მაშინვე ისევ მირტყამდნენ. შენ მართალი ხარ. Haklısın. ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი. მე შენს გამოგიყენე. მაგრამ დამიჯერე, ეს არ გამიკეთები არც ფულისთვის, არც ძალაუფლებისთვის. მხოლოდ იმისთვის, რომ ახლა გამართულად დგომა შემძლებოდა. მხოლოდ ამისთვის. ყველა ადამიანს ათასობით ნიღაბი აქვს. მათ შიგნით კი ორი სახე. თითოეული ადამიანი მსხვერპლიც არის და მონადირეც. თითოეული ადამიანი ურჩხულიც არის და უცოდველობის განსახიერებაც. და არავინ იცის, რომელი სახით შემოტრიალდება. ნახეთ, რა შესანიშნავია. ჩვენი ძალები გავაერთიანეთ. რა სიტყვი, რამის ძველი მტრები მეგობრები გახდებიან? მომზადება დაიწყეთ. ოღონდ იცოდი რამე არის ეშმაკო. ნოი ქურდებ თორემ ისევ ჩაქსვამ. ახლა შენ ჩემი უმცროსი პარტნიორი ხარ. პარტნიორი. მთავარი ის კი არ არის უცოდველი ადამიანი როდის იქცევა ურჩხულად. არამედ ის რა გახდა ამისი მიზეზი. ოჩახ უმცროსო პარტნიორო. ამდენი წლის შემდეგ ბოლოს და ბოლოს ადამიანი გახდი.
მზად ხარ ჩემი კაცი გახდე. ზია მე ხელი გამოგიწოდე. მე ხელი გამოგიწოდე და შენ ჩამომართმევ. სიმართლე გითხრა, ამით მიბიძგებ, რომ მაგრად გცემო. თან იქამდე სანამ არ გატყდები. მაგრამ მე არ გავაკეთებ ამას. ახლა შუქს ავანთებ. ხელს გამოგიწოდი და შენ ჩამომართმევ. შუქს ვანთებ. გაიხადე ცოცხლად. ხელს გიწოდი. ქვედა ბოლოც გაიხადე. სელმა შეწყვიტონ. უთხარი შეწყვიტონ. შენ უკვე ყველაფერი გააკეთე. ცოტაც მოინდომე რამეს, უბრალოდ კიდევ ერთხელ ჩამომართვი ხელი. შენ იცი ქარიშხლის დროს ხე როგორ ენარცხება ძირს, მეგობარო. აი ასე. მაგრამ ასე არ შევთანხმებულ ვართ, ვიცი. შენ იტყუებოდი. ჩვენი გეგმის მიხედვით არ მოქმედებდი. არ შენ. ალი გინდოდა? აი შენ ალი. წავედით. ამისთვის გაზღვევინებ. რამის რაკენი, შენ ხომ გარიგება ჩაშალე. გეყოფა ძმაო. ოდესღაც აქ მამაცი ადამიანები იკრიბებოდნენ. ახლა კი მშიშრების ხროვა მოიყვანე. ოდესღაც სიტყვა ძუნწი იყავი. ახლა კი მოლაყბე გახდი. წადი და ყველას უთხარი. რამის კარეისკი. ისევ თავის ხელში იღებს სტამბულს. Წადი და უთხარი. Წადი.
დაგხოცავთ. ცოცხლები ვერ გადამირჩებით. ჩვენს უკვე გამოცდილი გვაქვს. შენ პირველად გამოსცადე? მეგობარო, არ დაგავიწყდეს ხელი შეიმოწმე. რამე ხომ არ დაგიზიანდა. წავედით. თქვენი საქმე წასულია. დამთავრებულია. დაგხოცავთ. ვერ გადამირჩებით. დაგხოცავთ. მიდი თქვი, მიდი. თავს ნოიკავებ. რა ხდება ზეა? შენ რა სიარული შეგიძლია? ეს თამაში იყო? ეს როგორ მოახერხე? ჯერ ისევ მკურნალობს. პრინციპში მისთვის ადგომა არ შეიძლება. მაინც როდიდან ხდება ეს? დიდი ხანია ამაზე მუშაობ. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა გვექნება. ხალხი ფრთხილობს, როცა ამას ძლიერს ხედავს. მაგრამ მამა აღარ ადგე. გესმის? კომიცი ექიმმა თქვა, შეიძლება ისევ შეგიბრუნდესო. კარგი, კარგი. ეს მესმის. შენ რა მაგარი ხარ ზეა? კარგი, კარგი. რა მოხდა? არაფერი. ამაზე მერე ვილაპარაკოთ. რა საკეთებ? ხომ გითხარი როგორც კი პისტოლეტს დაინახავ წადიმეთქი? ალი. ტყუილად მეკამათები. რა აზრი აქვს შენთან ლაპარაკს? თუ კი მაინც არ უსმენ ადამიანს. მერე ვილაპარაკოთ. ყველამ პისტოლეტები მოიმარჯვა. ეს კიდევ დადგა და ფეხი არ მოიცვალა. ვინმეს რომ გაესროლა? ვინმე შენსკენ რომ ესროლა? ახლა ჰაერში დავიწყოთ ყუების დაჭერა. რა გაცინებს? იუსუფ. აგააჩერე. წავედით. იუსუფ. ეს ჩემი ხვალვე უნდა მომიტანო ყველა კომპრომატი ეზელზე. ყველაფერი რაც არსებობს. იმის შათვლით, რასაც კენანი მალავს. კარგი. დღეიდან შენი სიცოცხლე იმაზეა დამოკიდებული, მოგაქვს თუ არა ჩემთვის სარგებლობა. ამიერიდან სწორედ ასე იქნება. თუ კარზე ერთხელ აკაკუნებენ, ესე იგი ყველაფერი კარგად არის. წემ თავისი ხალხი დააყენა, შეგრიტაც დაგარეთაც, მაგრამ ისინი აუცილებლად დაგვესხმევიან თავს. აუცილებლად. მერე ჩვენც ეს გვინდა, რომ თავს დაგვესხან. ეერი უნდა გამწარდეს, სისულელეები უნდა ჩაიდინოს. ჯობ შენ ჯერ არ გამოჩნდა ეზელ. კლუბიდან სახლში და ისე უკან. ასე აჯობებს. როცა ორჯერ აკაკუნებენ, ეს რას ნიშნავს? მაპატიეთ ხელი შეგიშალეთ. შემოდი. მე უკვე მივდივარ. შემოვედი რომ მეკითხა. გასეირნება ხომ არ გინდა მეთქი? დღეს არ გამოვა. კარგი, მაშინ მეწავა. ერთად ვისაუზმოთ? შენ მოამზადე? კარგი. ძმაო,
რაღაცას გეტყვი, ოღონდ არ გაბრაზდე. ახლა ყველაფერი კარგად არის, აპატიე, მაგრამ არ მჯეროდა რომ ეიშანი შენი შესაფერისი იყო. არც ბაჰარი ღმერთმა გაანათლოს. ბაჰარი მეტისმეტად კარგი იყო, ანგელოს გავდა. არიან ქალები, რომლებთანაც გინდა ერთი ღამე გაატარო. არიან ისეთები, ვისთან ერთადაც გინდა რომ ისაუზმო. ეიშანი პირველია, ბაჰარი მეორე. ამ გოგოში ერთიც არის და მეორეც. არ გაბრაზდე, მაგრამ მართლა ასია. Hadi inşallah hani წადი დეფო. კარგი. თავს ბევრი სუფლება მივეცი. დეფო, ბადეს გახევე უკან, წადი. Eve gidelim mi? სახლში მივდივართ? sen git Şebnem. მარტო წადი შებნემ. Yürüyelim beraber. ერთად წავიდეთ, სხვები იმუშავებენ. Yeter valla. Şebnem შებნემ. eve git. სახლში წადი და გარეთ არ გამოხვიდე. Yarın evde ხვალ ერთად ვისაუზმოთ? კარგი. ben hazırlayacağım. მე მომამზადებ. Takılalım mı abla? გავისეირნოთ დაიკო. Eviniz yok mu? Დასასვლელი არსად გაქვთ? გვინდა დაიკოს მივხედოთ. Kulak olalım diye. Bulabildiniz İpovet. mi şeyi? Tamamdır abla. ყველაფერი კარგადაა, სახლში შევიტანეთ. ოჯახ. დიდი მადლობა. არაფერს. Alo. გისმენ? Ha Tevfik, ben şimdi eve ბები, geldim. სახლში ვარ. Bunun önünde აქ დაცვა durumlar დგას, var. დიას ხალხია. Zengin adam რა bulmuş. ხდება? Ne iş? Öf, tamam. კარგი. პარიყვირო. Sakın ხმას ამოიღებ და bağırır. შენი საქმე წასულია. Yapma. არ გინდა. İstemiyorum. აღარ მინდა ეს. მე გადავაგდე. არ გინდა გეხვეწები. Yapma ne olur. ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მეტყვი, არ გინდა. Yapacaksın. გააკეთებ. Tabii ki. რა თქმა უნდა გააკეთებ. Yoksa ödül yerine არა და ჯილდოს ნაცვლად სასჯელს მიიღებ. გაიგე? duyuyor musun beni? გასაგებია? Güzel. კარგი. Ramiz'in რამიზი მომიწებნე. anladın mı? რამიზის მისამართი მომიწებნე. Ramiz'in evini bul. Bana. Efendim, რა იყო ალი? Ne? რამე ვთქვი? ne dedi? რა თქვი? Bir şey demedim. არაფერი. Dışarıda წამოდი გარეთ ვილაპარაკოთ. Ali, ალი, bak şurada. აი აქ გინდოდა რომ Babam ჩემთვის yukarıda გეკოცნა. Tam da ამ şurada სახლში. öğretmek üzereydi. თანაც როცა მამა ჩემი აქ იყო. რა მოგივიდა? Nereye gitti o? სად გაქრა შენი გამბედაობა? ne olacak? რა უნდა მომსვლოდა, თუ საჭირო იქნება, ისევ გაკოცებ. İşte o sıkıntı. ძალიან მომბეზრდა. Geçti o günler. ის დრო წავიდა ძვირფასო. Öyle mi? მართლა? ხო, Öyle. Seninle hiçbir yere çık. და არსად არ ვაპირებ შენთან ერთად წამოსვლას. კარგი, თუ არ გინდა, არც არის საჭირო. Ezel Bey dışarıda ბატონო ეზელ, ვიღაც ქალბატონი გითხულობთ.
რა ქვია? არ ვიცი, სხვა არაფერი არ უთქვამს, მაღალი ლამაზი ქალია. Uzun boylu. Güzel. აქ რას აკეთებ? უკვე რამდენი ხანია ამ მდგომარეობაში ვარ. მე ერთ მხარეს ვარ, შენ მეორე მხარეს. ორივემ დიდი მსხვერპლი გავიღეთ. ორივემ ბევრი რამ დავკარგეთ. მაგრამ მე დავწყნარდი. რა ხდება? ახალი თამაში დაიწყე? არა. შენმა იძულა საკუთარი მამა მომეკლა. ახლა ერთნაირები ვართ. მე საშინლად მოგეკეცი. შენ საშინლად მომეკეცი. ყველაფერი დამთავრდა. ანუ? მე მოვედი ეზელ. ყველაფერი დავივიწყე და მოვედი. მოიცადე არ მიპასუხო. ბარი რომ დავინახე რაღაც მოვიფიქრე. მოგიყვები და გაჩვენებ. ბარმენი ვინ არის თქვენთან? რა ქვია? რაში გაინტერესებს? კარგი ბარმენი ყავთ ბარში, წესრიგი და სისუფთავეა, მომწონს. ეიშენ. თავიდან არაყი. შენსავით მწარე. მერე ცხარე соуსი. ჩემსავით ცხარე. რა თქმა უნდა, ცოტა პომიდორის წვენი. კბილი ჩვენი წარსულივით, ლიმონის წვენი. ეს ის ხალხია, ვინც ჩვენ დაგვაშორა. მაგალითად კენანი? არა. კენანი შავი პილპილია. ლიმონის წვენი ეს უფრო ჯენგიზია. ეს კი ყველაზე მშვენიერი რამეა, რაც შევქმნით. ეს ჯანია. გასინჯებ. ეს ჩვენ ვართ. სისხლიანი მერი. სისხლიანი სიყვარული. მე შენი სიყვარული ვარ და აქედან უშენო დარწავალ ვესელ. მე შენ მიყვარხარ. მე უარი ვთქვი მრისხანებაზე, სიამაყესა და ტკივილზე. მე მხოლოდ შენ მიყვარხარ. აი გამოგიტყდი. მიყვარხარ. მე აღარ მიყვარხარ. სხვა ქალი შემიყვარდა ეიშენ. ეზელ. გიყოფა. ნაიგონებ რაღაც მიზეზებს, რომლებიც ჩვენს ერთად ყოფნას ხელშეუშლის. ხომ ხედავ, ეს ჩვენი სიყვარულია. უკვე გვიანაა ეიშენ. სხვა ქალი შემიყვარდა. მე აღარ გიყვარვარ. მაინც ვინ არის? ერთი ჩვეულებრივი გოგოა. აბა რატომ შეგიყვარდა? გითხარი, ჩვეულებრივი გოგოა. ისეთია როგორიც არის. მაოცებს. ციტულდება და ღელავს ეიშენ. ნერვიულობისგან ენაებმის. საკუთარ თავში ცოტა ეჭვეპარება. ზოგჯერ პატარა ბავშვივით თვალთ მაქცობს. ლამაზი ადამიანია. Bazen de kendini beğenmiş. ულამაზესი თვალები აქვს. Çocuk gibi. İnsan olması. მისი მზერა გაჯადოებს. Ha. Bir de gözleri. Çok güzel. პატარა ბავშვივითაა.
Çok güzel bakıyor. Maotsevs. Ömer'le ომერი და იშანი Onlar მათ ხომ არ შეუძლიათ ერთმანეთის დავიწყება. onlar unutamaz ki birbirini. Acı. ეს ძალიან მწარე, Ama მაგრამ çok ნამდვილად არაჩვეულებრივი იყო ეიშან. takip et. გახევი უკან. Ettim abi. გავყევი ძმაო. მერე ვინ შემაჩერებს? Kim yaptı? ეს ვინ გააკეთა? ცხენიდან ჩამოვარდი. ეს არაფერია, შენ ცხენი უნდა გენახა. Bu ne? ეს რა არის? Ne oluyor? რა გჭირს კენან? ცოტა ჩუმად იუსუფ. შენი ხმა ცუდად მხდის. Ne oluyor? რა გჭირს მეთქი? Sen attan ne? სანამ შენ ცხენიდან ვარდებოდი, რამიზმა ყველაფერი თავის ხელში აიღო. იერახზე გარიგება არ გამოგვივიდა. ჩვენ ვერც კი შევნიშნეთ მთელ ქალაქს როგორ დაეპატრონა. ყველა მასზე ლაპარაკობს. Kenan. ისევ ძლიერი გახდა კენან, ინვალიდის სავარძლიდან ადგა. Kendine. გონს მოდი. Şu haline. როგორ გამოიყურები? როგორ გამოვიყურები? Bak şu სარკეში ჩაიხედე კენან. O dosyayı ეს საკაღალდე აქამდე უნდა მოგეცა ჩემთვის კენან. Ne bekliyorsun? რას ელოდები? Niye indirmiyorsun? რატომ არ ანადგურები მათ? Ne oldu sana? რა გჭირს კენან? Nasıl böyle? ასე რამ მოგადუნა? Aşık oldum. შემიყვარდა. Kenan. კენან, Geçen sefer დაგავიწყდა რა მოხდა, როცა ერთხელ შეგიყვარდა. sana მე არასოდეს არ გაძლევდი რჩევებს, მაგრამ ახლა მოგცემ. ama bu sefer ზოგ ადამიანს შეუძლია bazı ის გახდეს, ვისაც მოისურვებს. istersen მაგრამ მისთვის არ შეიძლება ვიღაცის შეყმრება, კენან. შენ სწორედ მათ რიცხვს ეკუთვნი. sen o adamlardansın. რით დაგეხმარო? ეს პროექტი დავივიწყოთ. პერსპექტივას გადავხედოთ. არ არსებობს კანონები, არ არსებობს საზღვრები. შემხოლოდ კითხვი. Koparalım bunları. ამჯერად მათი საქმე წასულია. ერთი დარტყმით გავანადგურებთ მათ. Eskisi gibi. როგორც ადრე გავაკეთეთ ეს. როგორც ადრე. რამის გარაისკი? კენან. Birkan. ბირქანი. კენან ბირქანი. Bitti mi? მარა Yeter mi? ეს უკვე საკმარისია. Bitti mi?
ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება. სულ მცირე 20 წელი მოგიწევს ციხეში ჯდომა. შენი კაზინოები, კლუბები, ხალხი. ნელ-ნელა ყველაფერს დაკარგავ. მე ხომ გაგაფრთხილე. ამაში არ ჩაერიო მეთქი, გეუბნებოდი უკან ნუ დამსდევ მეთქი. გეუბნებოდი ეს ცხოვრება შენთვის არ არის მეთქი. შენ თვითონ აღარ გამოდგები ამ ცხოვრებისთვის. პარტნიორო. ისევე როგორც შენი შვილები. ახლა არა, მაგრამ ოდესმე გაზეთში მათ ნეკროლოგებს საიკითხავ. კენან, შენ ჩემთვის ძმასავით იყავი. სულ მარტო დარჩები. მაგრამ იცოცხლებ. შეხელს არავინ გახლებს. იცოცხლებ. ეს იქნება შენი სასჯელი. როგორც შენ დამტოვე ცოცხალი. ზუსტად იგივე. იგივე. ჩვენ სამნი. შემოგხედე ჩვენ სამს. პატარა ბიჭი აღარ ვარ. ადრე სხვანაირები ვიყავით. ასე არა. კიდევ ერთი რამ. იქ ქალი მინისიკით. კიდევ ერთ სიტყვას მისი მისამართით. კიდევ ერთხელ შეეხები. ერთხელ გახედავ. და რაც გინდა ისქენი მეგობარო. პირველად დანა მე მოვიქნიე. სისხლს კი შენ დაღვრე. მხოლოდ ერთი რამ მითხარი. მითხარი სანამ წახვალ. უკვე ყველაფერი გითხარი. მითხარი. იყო დრო ჩვენ სამნი ერთად მთელ მსოფლიოს ვიმორჩილებდით. ჩვენ ხომ საუკეთესო მეგობრები ვიყავით. სამნი, გაიხსენე. რა თქმა უნდა ვიყავით ძმაო. ვიყავით მახსოვს. ვიყავით. კენან. აბარა სიტყვი. ყველაფერი ისე იყო, როგორც შენ გინდოდა. ყველაფერი შესანიშნავი იყო. კენან მეგობარო. წინ ბრწყინვალე მომავალი გველის. მითხარი ხო. როგორც ადრე. ხო. მოვდივარ. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. ბლითები მოგიტანე. შესანიშნავია. მოგიტანე კი არა, მოგიტანეთ. მეც აქ ვარ, მაგრამ სულ 2 წუთით ვარ. შემოდით. ეზელ. თუ ეს ყველაფერი შენ მომზადე, შენთან გადმოვდივარ. საკუთარი ხელებით. მურებაც კი. ყველი? ყველი დავჭერი. კანი ჩამოვათალე. პომიდორი რატომ არ დაჭერი?
პომიდორი ასე უფრო ლამაზია. ნატურალური. სამზარეულო იქით არის? ო. წარმატებას გესურვებ. დიდი მადლობა. ღამით იქ წავიდე და არა საერთო საცხოვრებელში. კი, მაგრამ იქ რა ხდება? საცხოვრებელ სახლს არ გავს. ერთი შეხედვით სარდაფს უფრო გავს. სადაც ხალხს აწამებენ. ბადე სადისტია, ამის თქმა გინდა? არაფრის თქმა არ მინდა. შენ თვითონ გამგზავნე იქ. კარგი, დიდი მადლობა. შეამოწმებ? არა. ოჯახ მეგობარო. რა გიხარია? სიყვარული ეჭვს კლავს. ეჭვი კი სიყვარულს. ეგ ვინ თქვა? ასეთი ანდაზე არ არსებობს. დარწმუნებული ხარ? სწორედ ახლა ვეცნობოდი ანდაზებს და გამონათქვამებს. მომართლა, თუმცა არა. არაფერი. თეოფიკ. მისი ტელეფონი იყო ქურთუკის ჯიბეში. რამოდენიმე უცნობ ნომერზეა დარეკილი. რას ვაკეთებთ, რას ერცხვილია? ბადე, როგორ ხარ? ჩვენი მთავარი მტერი. სწორედ ის დგას კენანის უკან. ახლა შენ დარეკე. გამარჯობა, კაფე შავი ზღვა გისმენთ. ორი ხორციანი ბლინი შეკვეთა გვინდა. ჯერ არ მისაუზმია. და ირანის კლუბში აიღე და გაიქეცი. მოიტანეთ. გამომართვე. ასე სატელეფონო ქსელს გადავწვავთ. ახლა კოსმეტოლოგი გიპასუხებს. ისევ შენ ხარ? ალო. კარგად თამაშობ თუ რაღაცას მატყუებ? სამართ წაასწრებ კაც, მანამდე თაღლითი არ არის. კარგი ნათქვამია, კარგი. იმ შენმა უარგისმა ჯაშუშმა გოგომ. ნო. იცოცხლოს თუ მოკვდეს? ანუ? მიპასუხე, ჯენგო. იცოცხლოს. კიდევ გამოგვადგება რამეში. თუ ვიცოცხლებთ, მანამდე კი. მიდი დაურეგე. რა უთხრა, მოვიკითხო? უთხარი კლუბს მოერიდოს. მიდი. მიდი, აქედან დაურეგე. ინულს ყრით? ასე არ შეიძლება. ალო. Ne zaman? როდის? კიდევ რამე უნდა ვიცოდე? მისამართი დოსიედან. შეამოწმე ნამდვილად ომერის მშობლების მისამართია? იქ ჩემი შვილი ჯანი ცხოვრობს. შენ თვითონ არ კითხულობ საკუთარ მასალებს, ჯენგო. ის შენი შვილი არ არის. ეზელის შვილია. ბადე, თევფიქთან ერთად კლუბში წადი. მე რაღაც საქმე მაქვს. ჩემი ცვლა ჯერ არ იწყება, გინდა წამოყვე. არა, შენთვის მოსაწყენი იქნება, ეს სამუშაოა. თანაც მალე მოვა. კარგი. Hiç konuşma Cengiz. არაფერი არ თქვა ჯენგის. Gelmedi. არც ადგე. Bir şey
şey alıp რაღაცას ავიღებ და მივდივარ. Kime mi gidiyorsun? ვისთან მივდივარ? Asıl aşkıma. საყვარელ ადამიანთან. Cengiz sandım. ჯენგიზი მეგონა. Nerede o? სად არის? Ben de onu მეც ველოდები. კარი ღია იყო და შემოვედი. Peki. კარგი. Bekleyin. siz. დაელოდე. Çıkmam მე gerek. უნდა წავიდე. söyler misin? მაინც ვინ არის შენი საყვარელი ადამიანი? Nasıl aşkınız? Oğlum ჩემი შვილი. Ona mı gidiyorsun? მასთან მედიხარ? izin ო, verirseniz. თუ გამატარებ. Anayla oğlu დედაშვილის var. დაშორება არ შეიძლება. Ne yazık. წუხვარ. Ama kaza მაგრამ უბედური შემთხვევები ისე მოულოდნელად ხდება ხოლმე. patlaması. Evde kim var? ძველ სახლებში ხშირად ფეთქდება გაზის ბალონები და ყველა იქ მყოფი Ama იღუპება. şöyle bak. თუმცა Anayla oğlu. თუ სხვა მხრიდან შევხედავთ ამას, ეს ჯობს დედაშვილის დაშორებას. გამომიშვი. მიდი, გამომიშვი. Tesadüf. წარმოგიდგენია რა დამთხვევა. იმავე დღეს ერთ კლუბში ტერაქტი მოხდება. Tam seçim. სწორედ არჩევნების წინ. Sonra მერე başka bir yerde სხვა ადგილას კაცის გვამს იპოვიან. iş adamı. ბიზნესმენ ჯენგიზ ათაის გვამს. Biliyor musun? იცი, მე ისედაც არ გენდობოდი. ქენანის ხათრით ვაკეთებ ამას. Ben şimdi საზაფხულო სახლში გადასვლის წინ ცოტა მილაგება და დასუფთავებაა საჭირო. topunuz. ყველას მოგიშორებთ თავიდან. დიდი მადლობა დეიდა. მადლობა შენ შვილო რომ ყველაფერი შეამოწმე. დააყენე. არ დაგავიწყდეთ ქალბატონო, ცოტა ხანს ხელი არაფერს ახლოთ. საღამოს თქვენმა ქმარმა თვითონ ჩართოს ბოილერი. Tamam oğlum sağ ol. კარგი შვილო, დიდი მადლობა. Ya ben ხომ არა ჯობებს წავიდე. ჩემი წლის დაწყებამდე კიდევ 2 საათია. გვინდოდა კოქტეილები გაგვესინჯა. ახლა ნამდვილად გამოგვივა. რა მოხდა? არაფერი. merhaba. გამარჯობა. Nereye gitti? სად არის? Ezel. Ezel? Ne güzel. მაგარია. შევნემ ბადე არ დაგინახავს? Yok. მარა არ დამინახავს.
ტევფიკ Saldıracaklar. კლუბს მალე თავს დაესხმებიან რა? კლუბს თავს დაესხმებიან შენ რა იცი? Şimdi ახლა დაესხმებიან თავს saldıracaklar buraya. დამიჯერე Diyorum işte. არა. შებნემ წადი აქედან. არ წავალ ახლავე წადი მეთქი. წადი. ისედაც დამინგრია ცხოვრება. არ დაგტოვებ მაშინ მომკალი. არაფერი მოხდება პისტოლეტს მოგცემდი, მაგრამ ვერ მომკლავ. Yarın evde. ხოლ დავქორწინდებით რა? Bugün de yaşarsak თუ yarın გადავრჩებით ხოლ evlenirim. დავქორწინდებით დიდი მადლობა თქვენთან ერთად ყოფნის ნება რომ მომეწით დეიდა მელიხა. ჯან, კერძების კეთება ისწავლე? მერტე ძალიან ნიჭიერი ბიჭია. ჯანი დეიდა მელიხა. Dedemle de tahta yapıyorum. ხეზეც ვჭრი ბაბუასავით, გაჩვენო? ძია მომთას უკვე ბაბუას ეძახი? Öyle istiyor. თვითონ თხოვა. Var ya, ზოგჯერ ვირტუალურ ბაბუას sana ვეძახი. gidi diyorum. ადაბრაზდება. istiyor. რა ხდება არა? O da ne öyle? არას არასწავლიან ახლანდელ ახალგაზრდებს ვირტუალური რაღაცაა Ne მერტ. oldu ne Mert? ჯან, Bazen kızıyor. ზოგჯერ ეშლება ხოლმე არა უშავს. შეხედე. Hırsız შეეშმაკო. პოლიცია ბოილერი არ მუშაობს? ხელოსანი იყო მოსული ასე თქვა საღამოს შენ მაკმარმა Akşam ჩართოს. beyin gelince o açsın dediler. Tamam მე açarım ჩართო ben. სად არის? Ben göstereyim. აჩვენო? Ama işte მითხრა შენ მაკმარმა ჩართოსო. Yeter. კმარა, რა კმარა Yeter. კმარად ყოილები, კმარად ყოილები. Bu kadar yalan yeter. შენც არა ბადე, შენც. Ha sen de mi? Sen ne რისი თქმა გინდა ჯენგიზი, ეირი თუ კენანი? ამჯერად რომელია? რომელი მათგანი? Kim? მიიხედ მოიხედე Baktım. მიიხედ მოიხედე. Ne bu? რა იყო? Adam gibi bak. კარგად მიიხედ მოიხედე Ben ne okuyorum? მე Eza? სად ვსწავლობ ეს Güzel sanatlar. ხელოვნების ფაკულტეტზე მოქანდაკება ანუ, ეს სახელოსნოა მეგობრებთან ერთად ვქირავობ ამას O adamlar ისინი ვინ იყვნენ? შენი მოდელები? ისინი ჯართით ვაჭრობენ Onlardan alıyoruz. მათგან მასალას ყიდულობთ arada თანაც ცოტა კანონსაც არღვევენ, არა? Hayır. არა Size göz ისინი kulak ჩვენ oluyorlar. გვიცავენ Atölyeye აქაურობას gidip ყურადღებას kimliğe აქცევენ bakarsanız სახელოსნოში gelip ვინმე რომ არ bakıyorlar. შემოვიდეს Sen nasıl? შენ როგორ შემოხვედი Anahtarımı ჩემი mı aldın? გასაღები Ne აიღე yaptın? gizli შენ შემოიპარე აქ ჩუმად. Kimden Çumak, gizli? Ben bir kimseden ara hiçbir bizle şey melebi. gizlemiyorum. Takip mi შენ ettin რა beni? მithვალთვალებ telefon etmişsin. შენ მას დაურეკე. Telefon დაურეკე. etmişsin. ჩემი ტელეფონით ნახე Allah'ım nasıl bir გამაგებინე manyaksın? არანორმალური ხარ Cengiz. შენ ჯენგიზთან დარეკე. Nereden საიდან biliyorsun ისნობ? Cengiz ha? Düşmanım შენ ჩუმად ურეკავდი ჩემს მტერს. მე არავისთან დამირეკავს დაურეკე. არ დამირეკავს Aramadım. Aramadım. საერთოდ არ მიყვარს ტელეფონზე ლაპარაკი სულ ქურთუკის ჯიბეში მავიწყდება Montumu, ქურთუკი montumu istedi benden. იმას ჰქონდა ჩემი ქურთუკი Montumu aldı dışarı çıktı. ქურთუკი გამომართო და გარეთ გავიდა
ვინ? Yok ben sen değilim. არა, მე შენ არ გგავარ. ტყუილად ვერაფერს დავაბრალებ. შებნემზე ამბობ? Nereden? როგორ? ბადე. Hiçbir şey მე gizlemiyorum. არაფერს გიმალავ. Ne görüyorsan o ისეთი ვარ, როგორცაც მხედა. Ha, gizliyor თუმცა mu? რას ვამბობ? Evet tabii რა ki. თქმა უნდა გიმალავ. Kütüphaneden მაგალითად kitap გიმალავ çalmışım, იმას, onu რომ izlerim mesela. ბიბლიოთეკიდან წიგნი ისე მოვიბარე. გეჩქალდრым, სამსახურში როცა ვაგვიანებ თავს ისე გაჩვენებ, ვითომ შეუძლოდ ვარ. ხელს როცა მკიდებ თავბრუმე ხვევა, მაგრამ არ ვიმჩნევ. ზოგჯერ კლუბში 10 წუთი გადაბმით გიყურებ, მაგრამ ზერა გადამაქვს ხოლმე, რომ ვერ შეამჩნიო. Bunu da gizledim. კარგად მალავდი ამ ყველაფერს. Hani şu adam var. კიდევ გიმალავ რაღაცას. Atölyeme ვიღაც ჩემს სახელოსნოში შემოიჭრა, ჩემს მეგობრებს სცემა და მე ღალატი დამაბრალა. İşte ben o მე sırada კი o ის adama კაცი aşık olmakla შემოვარდა. meşguldüm. O kadar. სულ ეს არის. Ezel burada ეზე, düşman. მე შენი მტერი არ ვარ. Karşımda ერთი bir kız var ჩვეულებრივი sadece. გოგო ვარ. Ve gizlemeye çalıştığı მე şey de ერთადერთი buydu senin için. საიდუმლო მქონდა, მაგრამ შენ ყველაფერი გააფუჭე. Çıkar mısın? ახლა წადი. ბადე. Çıkar mısın წადი. lütfen? გთხოვ. Burada. აი აქ არის. Bunu mu çevir? გადავატრიალო? დიახ, სერ. Sor olur mu? მე რანაირი სერ ვარ? Olmadı bir şey. არ მუშაობს. Bir daha kapatıp aç anne. გამორთე და თავიდან ჩართე. ეზელ ბაირაქტარ. თუ ომერ უჩარი დაგიძახო. რა გინდა ერ? მოიცადე და შენი ჯერიც მოვა. ვიცდი. და სანამ ვიცდი მინდა რაღაც გითხრა. კლუბში აიღე და გაიქეცი რაღაც მოხდა. ამის შესახებ ხვალ გაზეთებიდან გაიგებ. ხო, კიდევ. ჯენგიზმა თავი მოიკლა ტყეში. და რაც მთავარია, შენი მშობლების სახლში უბედური შემთხვევა მოხდა. დედა შენი, შენი საყვარელი და შენი ნაბიჯვარი აფეთქდნენ. რა უნდა ისწავლო აქედან? როცა ხელს გიწვდიან, ადამიანურად უნდა ჩამოართვა კაცს ხელი. Buradan ne ders çıkaracağız? ასე გადაეცი Elimi uzatınca რამის. adam gibi sıkacaksın. Ramiz'e söylersin. Gerek yok. არ არის საჭირო. Kendin შენ söyle. თვითონ ეტყვი. Çatışmadan სროლის დროს ცოცხალი თუ გადარჩები. რა? ყველა მკვდარი ეს ნაბიჯვარი კი ჯერ კიდევ ცოცხალია. ცოცხალ მკვდარი. თუ გინდა დავინდობ ძია. İstersen buyur dayı. ნუ ღარაჭიანურებ შვილო. მაგას ხელს აღარასდროს აღარ ჩამოვართმევ. რაც არ უნდა ილაპარაკონ,
შურის ძიება მაინც ტკბილია. მეორედ მათხრევინებ უკვე. ყველა იმას აკეთებს, რაც ეხერხება. ბედს არ ვუჩივი. მაინც რა არის ამ ამბის მორალი? ნუ ენდობი ჯენგიზათა ის. წავედით. სწრაფად. ალო ეზელ, ყველაფერს თავი დაანებე და მომისმინე. ეირმა შენთან სახლში ხალხი გაუშვა. ო, შენს მშობლებთან და ჯანთან. სახლის აფეთქებას აპირებენ. კლუბშიც ხალხი გაგზავნა. თვითონ სად არის ახლა? თავის საზაფხულო სახლში მიდის. მიდი იჩქარე. ჯენგიზ. ეზელ, იჩქარე, მერე მადლობას მეტყვი. ამათ მივხედოთ. ჯენგიზათა ის სემა არ შეიძლება. ჯენგიზათა ის არ უნდა დაემოქრო. მისი ნდობა არ შეიძლება. სხვა შემთხვევაში ის თავის მეგობარ ეზელს დაურეკავს, რომელმაც 2 წუთის წინ მოგატყუა და ისეთსავე მახეს დაგიგებს. მიდი. შეაყარე ეს უსაქმურები. Ali. Oldu mu? ყველაფერი კარგადაა? Oldu. Annemlerin evi? ჩემს მშობლებთან? ჩემმა კაცმა ყველაფერი გარეთ გამოიტანა. ნუ ნერვიულობ, თვითონაც გარეთ იცდის, მე ზიასთან ერთად ვარ. Tamam, ben კარგი უთხარი დამელოდეს. კლუბში რა ხდება? ზიამ ხალხი გაგზავნა იქ. Tuncay sen kalk. შენ დარჩი დანარჩენებმა გარეთ დაიცადონ. შებრემ უნდა წახვიდე. Neredeyse gelir bizim. ისინი სადაც ამოვლენ. მე ხელს აღარ დაგაფარებ. Yok. არ წავალ. Bir daha git. აღარ წავალ. Bir daha gitmem. Sen bilirsin. როგორც გინდა. ეზელ. კარგად ვიმუშავეთ, ხომ იცი? bilmiyorum. არ ვიცი. Bade. ჩემთვის ახალია ეს ყველაფერი. ახლა რაზეც ლაპარაკობდი? Ben ilk 20 yaşında პირველად როცა შემიყვარდა, 20 წლის ვიყავი. მანამდე არავინ მყოლია. ის კი მე შენსავეთ არ ვიზრდებოდი. მე ციხეში ვიზრდებოდი. ვსწავლობდი, როგორ დამინახა სახელოში დამალული დანა. კარტის თამაშს ვსწავლობდი. ეს კარგად შემიძლია. მე ვიცოდი, რომ მხოლოდ ეჭვია ნამდვილი. მოღალატეებს პირველივე შეხედვაზე ვცნობდი. ბადე, მე ზრდასრული ადამიანი ვარ, ასე არ არის. ყველაფერს გავუმკლავდები. მაგრამ ჩემთვის არუსტავლებიათ ის, რაც შენ იცი. მე არ შემიძლია ხელი ხელთ ჩაკიდებული სეირნობა. არ ვიცი როგორ უნდა ვთქვა. ჩემი შეყვარებული. არ შემიძლია კარგ რამეებზე ფიქრი, არ შემიძლია არ ვიღელვო. სპეციალურად კი არა, მართლა არ შემიძლია. არ შემიძლია ვიღაცის შეყვარება, სიყვარული არ შემიძლია. aşık oluyordum sana. შენ მეუბნები შემიყვარდია. Ben de sana. მე შემიყვარდი.
ო, მე შემიყვარდი. მაგრამ ვერ ხვდები ეს როგორ მოხდა. ბადე გთხოვ. მასწავლე ეს. მე კარგი მოსწავლე ვარ. მასწავლე. მასწავლე როგორ მიყვარდე ბადე. ამ ქვეყნად ყველაზე მეტად ესმენდა, მაგრამ არ ვიცი. რა ვქნა, არ ვიცი. შენ არაფერი არ იცი. ჯერ ისწავლე ის, რომ ასეთ რამეზე ქუჩაში ხალხ მრავალ ადგილას არ ილაპარაკო. კარგი. ჩუმად ვარ. მერე ჩამეხუდე. სულ ეს არის. ჩამეხუდე. სადღაც უნდა წავიდე. თქვი რომ ხუმრობ. წამოხვალ ჩემთან ერთად. რა მოხდა რა? მოდი ვილაპარაკოთ. არ მინდა. ხომ გითხარი? გადავიფიქრე, წადი. რა გინდა? შენ გიждები ჩემზე. მაგრამ მე ჩემი პირობა მაქვს. წარმოგიდგენია? მაინც რა? დამიჯერებ. არანაირი თვით შემოქმედება. თანახმავარ. ოღონდ თავაზიანად მთხოვე. ბრძანება არ გაბედო. თანახმავარ. მამა შენმა არ უნდა იცოდეს. არა, ასე არ შეიძლება. ის მამა ჩემია. მე თვითონ არ ვეტყვი, მაგრამ თუ მკითხავს არ და. ასე არ გამოვა. შენინება. კარგი. ზია ვერ მიხვდეს. რა თქმა უნდა კითხავს. მოდი მოვიფიქროთ, რას ვეტყვით. რა მნიშვნელობა აქვს? რა გჭირს? ნუ არა. ვეტყვი ძვირფასო ზია, არც კი ვიცი ეს როგორ გამოვიდა, მაგრამ შენი გოგო მომეწონა მეთქი. საერთოდ ასეთი გოგონები კი არ მომწონს. არ მომწონს ჭკვიანი გოგონები, მაგრამ არ ვიცი რატომ მოხდა ეს. მასზე ფიქრს თავიდან ვერ ვიშორებ მეთქი. გეფიცები მე არ მიმიცია მიზეზი, თვითონ გადაწყვიტა ასე, მაგრამ იცი ვერაფრით ვერ ვივიწყებ მეთქი. როცა გვერდით არ არის, მაშინაც არ შემიძლია. როცა გვერდითაა ვგიждები. არ ვიცი როგორ, მაგრამ შენი ქალიშვილი. ეს საკმარისი არ არის? კიდევ არის რაღაც. ბახარი. მთელი ცხოვრება მხოლოდ ის მიყვარდა. რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ისევ მიყვარს. ისევ მიყვარს ბაჰარი, როგორც პირველ დღეს ზია. არ ვიცი დავივიწყებ თუ არა, მაგრამ შენმა ქალიშვილმა მითხრა.
მას არ უნდა რომ ბაჰარი დავივიწყო. მისი სიყვარულის უფლება მომცა. ამით იარაღი ამყარა. არ ვიცი ღირსი ვარ თუ არა, მაგრამ თუნებას მოგცემ. მინდა რომ მას ჩავეხუტო ძია. ის ძალიან მინდა. ძალიან. ჩემი ბოლო პირობა. Bahar'ı seveceksin. გიყვარდეს ბაჰარი, Ama asla მაგრამ bir არასდროს დამაყენო მის ადგილას. გახსოვს ელმა. შეხედე. როგორ ხარ ამის? როგორ გაქვს ჭრილობა? არა მიშავს. შენ როგორ ხარ? ყურადღებას გაქცევენ? კი, მაგცევენ. მაგრამ ძალიან მენატრები რამის. ძალიან მენატრები. მეც ძალიან მენატრები. სულ თვალწინ მიდგას შენი სახე. სულ. იაბან, ისეთი გრძნობა მაქვს. თითქოს ყოველდღე თავი დაუნკვდები. Her gün bir daha. Bir daha. მეუბნებიან, დიდმა რამის კარაისკიმ ბევრი რამ გადაიტანაო. მეუბნებიან, თუ არ გინდა გამოხვიდე და ყველაფერი უკან დაიბრუნო. არ გინდა. არაფერს არ დავიბრუნებდი უკან. და მიდოვე ჩემი წიგნები. და მასზე ოცნება. რამის? ახლა ვიტირებ. Hayalim bile yasak. შენთვის ჩემზე ოცნებაც კი არ შეიძლება. Korkuyorum. მეშინია რომ ჩემი სახე და გავიწყდება. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შეიძლება ვიცოცხლო. შეიძლება მოუკვდე. მაგრამ შენი დავიწყება. Asla. არასოდეს. არასოდეს. ზღაპრებში ყველაფერი ლამაზადაა, მაგრამ ცხოვრებაში უცებ არავის არაფერი ავეწყდება. არავინ იცვლება ერთი ხელის მოსმით. არავის უყვარს ურჩხული ცხოვრების ბოლომდე. ეზელ. თითოეულ ჩვენგანს ორი სახე აქვს. არავის უყვარს ორივე ერთდროულად.
როცა გმირი გიყვარს, გმირს კი სხვა უყვარს. დღის სინათლეზე გამოდის ურჩხული. İçlerindeki canavar çıkar ortaya. ჩემო გოგონა, როგორ გამაცინე? მე უფრო მაგრად არ გაცინებ ხოლმე. ნუ ეჭვიანო. ახლა ყვები ისეთ, რომ მეც ხომ შევიცვალე. ახლა ისეთი აღარ ვარ, დეიდა მელიხა. მეცი შვილა. ასე რომ არ იყოს ეზელი აქ არ მოგიყვანდა. რამდენი ხანია გოგო არ მოუყვანია აქ? ჩაის კიდე გვავაკეთებ, დამეხმარები? Yardım etmek ister misin? ხო, რა თქმა უნდა. Hadi seninkini ver. კარგი. როგორ ფიქრობ, ძალიან ბევრს ვლაპარაკობდი. რა ვიცი, ისე ენა არ გაგიჩერებია. მე რატომ არ გამაჩერე? რატომ უნდა გამეჩერებინე? უკვე დიდი ხანია ჩემი მშობლები ასეთი მხიარულები აღარ მინახავს. ესე იგი ყველაფერი წესრიგშია. მე მომწონს ეს გოგო მელიხა. კეთილი გოგო ჩანს. მოიცა ნუ აჩქარდები ჯერ, კარგად არ ვიცნობთ. შენ ხომ იმდენი იცინეთ რამლები მოგდიოდა სიცილისგან. ადრე უხსენებია ეს გოგო. არა. ალბათ დიდი ხანი არ არის რაც მოსწონს. ზია მომთას აუცილებელი არ არის მოსწონდეს. რა? ახლა ამბობენ ფლირტი აქვთო. მათ იციან რომ მე რა? მითხარე ვინ ხარ ჩემი? ეზელ. ოდედა. ეზელ. შენ წადი, მე და ბადე მივხედავთ ამას. კარგი. მოდი დედა. Koydun mu? დაასხი? კი. ძალიან დიდი ხნის წინ მას სხვა შეყვარებული ჰყავდა. ის გოგო იქ იჯდა. მართლა? თავაზიანი იყო. ნაზი. ძალიან ლამაზი, მაგრამ სინამდვილეში ასეთი არ იყო. Hiç öyle değilmiş meğer. რა გააკეთა? Önce kalbine. ჩემი შვილი მოაჯადოვა. Sonra evimize. ჩვენს სახლში, ჩვენს ოჯახში შემოვიდა. Biz daha anlamadan. მოხედვაც ვერ მოვასწარეთ ისე დაგვინქრია ცხოვრება. ჩვენ არ ვიცოდით. აუცილებელი არ არის ეს განმეორდეს. Yok bu bir kere gelir. ასეთი რამე ადამიანის ცხოვრებაში ერთხელ ემართება. ასეთ რამეს ორჯერ ვერავინ გაუძლებს. İnsan ikinciyi kaldı. მსგავს რაღაცას ვეღარ გადავიტანთ. მე მგონია, ცუდსაც აქვს თავისი კარგი მხარე. ყველაზე უარესი ხომ უკვე ჩავლილია. ყოველთვის ვეუბნები ხოლმე საკუთარ თავს. ახლა რამე უკეთესი მოხდება მეთქი. გულს ვეღარ მატკენენ მეთქი. ის სხვა ვიღაც იყო. ეს სხვა მეთქი. სულ ასე ვეუბნები ჩემს თავს. Öyle mi? მართლა? ხო. ხოლოდ ლოდინია საჭირო. Öyle diyor. რადგან ასე ამბობ? ოჩახ, გააგრძელე. ყველაფერი სწორია, ოჩახ. ოჩახ. სწორია. Sen devam et. ოჩახ.
Doğru gidiyorsun tamam. კარგია. Çok ağladık. ჩვენ ბევრი ვიტანჯეთ. ახლა კი ვიცინებთ. Evet. ხო, მამა. მელი ჰადარდის განავად გახდა. Üzüntüden hasta. ავადა. İyileşti. გამოჯამრთელდება. Mert'i მოკვდა ომერ. Baba. მამა, sen o meseleyi ამ საქმეს დაუსვი წერტილი. შენ ჩემი შვილი ხარ. Hiç oldu. მე ყოველთვის შენი შვილი ვიყავი, მამა. Artık bu ამიერიდან ყოველთვის იდება თებში შენთვის ამ მაგიდაზე. Eksilmeyecek baba. ასე იქნება, მამა. Ellerine sağlık. დიდი მადლობა, შვილო. არაფერს დეიდა მილიხა. შეიძლება მარტო შენთვის კი არა, სხვისთვისაც დავდოთ თებში. მამა. დიდი მადლობა. Anneciğim gel. დედა, მოდი აქ, დაჯექი. ეზელ Burkaç. აიღე და გაიქეცია. რა არის აიღე და გაიქეცე? Bir kafe. კაფეა, მამა. მართველი ვარ იქ. მართლა? ეს რა სახელია აიღე და გაიქეცი? ახლავე შემოვალ. Dayı. ძია. არ მკითხო შვილო, ეს რა საგეჟეთი იყო? Artık თამაში ვიწყებთ? Çıkıyoruz, çıkıyoruz. Sen yarın ხვალდილით მოდი. ახალი ცხოვრების დაწყებას გილოცავ, შვილო. ჯანი როგორ არის? ბედნიერია უჩემოთ. Sensiz gayet mutlu. ვინ, ჯანი თუ ეზელი? Merak etmeyin. ნუ ნერვიულობ ეიშან. Canı geri. ჩვენ წამოვიყვან ჯანს. ყველაფერი მოგვარდება. რას გავხარ? რა მოხდა? რა მოხდა? კენანმა მშენებლად დაგნიშნა? ჯენგისა და იგისმენთ. Yok. არა, Şimdi მე და ეიშანი დაძინებას ვაპირებდით. ne oldu? რა მოხდა? Eşan geldi mi eve? ეიშანი უკვე სახლშია? კარგია, ჩემგან მოიკითხე. ყველაფერი კარგადაა? Televizyona. ტელევიზორი ჩართე. Ne? რა? ჩართე. Hangi kanal? რომელ არხზე? სულ ერთია. ცნობილი ბიზნესმენი იუსუფ ეირი მოკლული იპოვეს საკუთარ მანქანაში დაახლოებით საღამოს 10 საათზე. მის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. ეირს 11 ტყვია აქვს მოხვედრილი. მას დღეს დაკრძალავენ. დღესვე დაკრძალავენ ეირის მძღოლსა და პირად მცველს, რომელიც იმავე სროლების დროს დაიღუპა. ეს როგორ მოხდა? უბედური შემთხვევა იყო. რამიზი? რამიზი. ეზელი. შენ. ხვალდილი ჩემთან მოდი. Ne yapacaksın? რატომ? Hayatını შენს ცხოვრებას შევცვლი.